სახელი და მამისა და დადისა და სულისა წმინდისა და გილოსატყუდას მისქვის შესასწაულს მეორე მოსადღეს დაბადებიდან უფალი მიიყვანეს ტაძარში ღვთისმშობელმა და იქ იყო თისახური სიმეონი და სულიწმინდით მიხვდება რომ ის მესია იყო რომელიც წერია ძველ ხმაში რომელიც ისაიას და ბევრ წინასწარმეტყველს უწერია რომ მესია მოვიდოდა დედამიწაზე და გაიხარდება და მიირქვას გვერდზე და ამიტომ ქვია დღევანდელ დღეს მირქმის დღესასწაული. დღეს საკითხის სახარებაში კიდე მოყვანილი იყო მაგალითი რომ ორი ძმები იყვნენ უსროსმა ძმამ მამისგან ითხოვა თავისი ქონება და წავიდა სხვა ქვეყანაში და ეს ქონება დახარჯა სიძვაში, ლოთობაში და დროსდარებაში და მერე რო შემოაგდება ფული და ფული რო აღარ იქნება დაუდგება მწყემსად და იმ წემსად რო იყო გაასენდება თავისი ოჯახი, თავისი მამა და შეინანებს და მივა თავის მამასთან და მამა რო დაინახავს თავის უმცროს შვილს გაიხარდება და დიდ ზეიმს მოასწრობს, დიდ სუფრას გააკეთებს და ეს უფროსის მარო ნახავს იკითხავს რა ხდებაო და შენი ძმის გამო გავაკეთე სუფრავო და ეს ძმა კიდე უკმაყოფილო ეუბნება უფროსი რომ მე შენ თამარო ყოველთვის იმას ვაკეთებ რომ შრომობო ყველაფერს ვაკეთებ რომ შენ გაგახარავო და ამან კიდე ეს მთელი ქონება წოდებში დაფანგავო და იმას უკეთებ სუფრასო და მამა კიდე ეუბნება რომ ისო მკვდარი იყო და გასოცხდაო შენ კიდე ყოველთვის ჩემთან ხარო და შინაარსი რა არის ყველაფერი სახარებაში არის იგავებით ნაჩვენები რომ უმცროს ძმაში არის იმ ადამიანებზე ლაპარაკი ძმის სახით რომლებიც არ ცხოვრობენ ღვთის ნებით რომლებიც ცხოვრობენ ცოდვებში და სინანული კიდე რა არის ასე ბევრი ხდება ახლა რამდენია გულით სულით მოდიან და ვისაც დამოკიდებულება აქვს სასმელისადმი და წამლისადმი მოდიან უნდათ გამოსწორება ამით ცოდვებშია ბევრი სინანულით მოდის და ხშირად ვამბობ რომ პირველი 60 დღეში წავიდა მონანული აბაზაკი არა იმიტომ რომ ცოდავდა არა იმიტომ რომ შეცვლა თავისი წარსულისა სინანული რა არის როცა შენ შეგწვება იმისა რასაც აკეთებდი და ეს ხალხი ვინც მოდის და ვერ დაძლია მონასტერში ყოფნით სასმელს წამას ეს ის ხალხია ვინც მონასტერში იმიტომ მოდის რომ ასე უნდა ცოლს ასე უნდა შვილს ასე უნდა მშობელს და არა თვითონ აი როცა თვითონ მაშლება თვითონაც უნდა მარტო გონებით უნდა და ვერ ხდება იმ სიმყრარეს იმ ცოდვისა და არ ცხენია იმისა რასაც აკეთებდა და მაშინ არაა საშველი ესე იგი შენში რომ შემოვიდეს მეთი უნდა ცოდვების გამო ცოდვა რა არის კედელი ჩვენსა და ღმერთს შორის საჭიროა სინანული და თუ თუ წუხილი სირცხვილი იმისა გამო რაც აკეთებდი აი მაშინ თუ ეს გიქნება იზნობა მაშინ შენში შემოვა ღმერთი აღსარებას იარების საიდუმლოთი სინანულით და ამის საშუალება გვაქვს ჯეჯერობით და რაც შეეხება მეორე ძმას რომელიც არაშავებდა განიკურად ამათ ქვია ფარისევლები და მწიგნობრები და ვინ გააკრა ჯვარზე ღმერთი ფარისევლები და მწიგნობრები ვინ იყვნენ რატომ შეიცეს მესია იმიტომ რომ განიკურად არ ცოდავდნენ არ ქუდობდნენ აკაჭაყობდნენ არ მოშობდნენ წმინდა წერილი იცოდნენ მაგრამ ქრისტეში ვერ შეიცეს მესია რატომ იმიტომ რომ მთავარი იყო მაგათთვის მატერიალური კეთილდღეობა და რომელებისგან განთავისუფლება რა თქმა უნდა უნდა გინდოდეს შენი სამშობლოს თავისუფლება უნდა გინდოდეს მაგ კეთილდღეობა სამთავარია თავარია სამშობლოს სიყვარული კაია და თავისუფლება როცა მთავარია შეიძლება ფაშისტი გახდე როგორც გახდნენ რუსისკენ ხედები უკრაინელი ბენდერები გერმანელი ფაშისტები ასევე ქართველების შეადმობა საბჭოთა დაიშალა აქედან სხვა მის ხალხი რო გარბოდა იმას ქვია ფაშიზმი ზოგიერთი ქართველი გახდა ფაშისტი ამიტომ წერია ყველაფერზე მეტად მე შემიყვარეო არა იმიტომ რაღაცას მიუმატებ ღმერთს რო გახდე თავისუფალი შვილისგან სიზმრისგან ყველაფერზე მეტად ღმერთს თუ შეიყვარებ რამდენია ესე იგი ის ადამიანები ვინც არ აშავებენ განეკითხებენ იმათ ვინც აშავებს და არ პატიობენ და ზოგი კიდე გაგურებით მიყურებს როგორ რაღაცო ესე იგი მომატყუაო გაანიავაო ჩემი ესე იგი ქონებაო ჩემი ნაშრომიო ჩემი ნაწვალებიო მაგრამ თუ ვერ იხდის კი უნდა მოთხოვო
მე ახლა შეხება რომ მაქვს, იმიტომ მდგება გული რომ ესე იგი რა თქმა უნდა ახლა შეხება მაქვს ასეთ რაღაცასთან რომ ადამიანი თხოვს იმას, რაც ესე იგი მობარეს, რაც შეუჯამეს, მოატყუეს, მაგრამ როცა თხოვლობდა რომ თუ ხედავ რომ ვერ აბრუნებს ადამიანი, თუ გაბოროტდები, მაშინ როგორ მოხდები სამოთხეში? და რო არ გაბოროტდეთ არის საჭირო. ხშირად ვამბობ, უნდა მოვისმინოთ ის ადამიანი, ვინც მოგატყუა, ვინც გადაგაგდო, ვინც არასწორად მოგეცა. აი, მახსენდება ხშირად, ესე იგი, ცოლ-ქმარი მოკლეს, ქართველმა მწესმა მოკლა. და იქიდან ერთ-ერთი მშობელმა სახარება შემოუგზავნა იმაში, რა ქვია, ციხეში. შვილის კლდეს, რატო? იმიტომ რომ სახარება და ქუში იყო, მეტი რამდენ შენ შეიძლება ეზიარებოდე, სანდე და ვერ პატიოდე. კი ბატონო. მოთხოვე, თუ გეკუთვნის რამე, მაგრამ თუ არ ეხდეს, მაშინ არ უნდა გაბოროტდეს ეს თუ შენ შეგმეთია და თუ არ არის, მაშინ ის ადამიანი უნდა მოისმინო, ვის გამოც გაბოროტებული ხარ და ხშირად მომყავს სუვეტმეწობის მაგალითი რუსეთის, რატომ მომყავს? არა იმიტომ რომ დაუშვათ რუსები ჯებნია ფრანგებს, ესპანელებს ან ამერიკელებს, იმიტომ ვამბობ რომ შენ ხარ მოტყუებული, როცა გაბოროტებული ხარ. შენ ხარ მოტყუებული, როცა სიძულვილი გაქვს. შენ იმის ცოდნა არა გაქვს რომ რა შუაშია რუსი ეროვნება. ესე იგი ესაა ყველაფერი პოლიტიკა რას აკეთებს? მოყავს ყველაფერი ის, რაც დააშავა რუსეთის სახელმწიფომ, რაც დააშავა რუსეთის კომუნისტური წყობის დროს, რაც დააშავეს, მაგრამ რა არის ისი ცოდნა არა გაქვს რომ დაშავებით არ არსებობს ქვეყანა, რომ ქვეყანა ქვეყნის მეგობარი იყოს, თუ ვინც ისტორია ეცით. ქვეყანა ქვეყნის მეგობარია მანამდე, სანამ ინტერესები არ გადაიკვეთება და თუ ინტერესები გადაიკვეთება, ერთ საოცრავს არ გითხოვენ, აგერ ჩვენ საოცრავს გარეჯში ამ დროს იმდენი საოცრები აქვს აქ მუსულმანებს, ამდენიც თურქეთში და ირანში აქვს მოსწავლებასთან შედარებით. ასეა ყველა ქვეყანა, მარტო მუსულმანები კი არა. ასეთ იყო ბიზანტია, მართლმადიდებლური ქვეყანა. არაშუაში აქვს ბერძენი ხალხი, ან რაშუაშია იმის გამო რომ ორი ბომბით ხელოსიმა ნაგასაკიში გარდაეცვალა 250,000 კაცი გამოცადეს მშვიდობიან ქალაქებზე ატომური ბომბები ამერიკის ხელისუფლებამ რაშუაში აქვს ან რა უყურეს ინდიელებს ვიეტნამს, სერბეთს, ერაყს, რაშუაში აქვს ინგლისური ენა, ამერიკელი ხალხი ხშირად მოყავს მაგალითად საფრანგეთი და ინგლისი ერთმანეთს ებრძოდნენ ხშირად, მაგრამ ახლა მეგობრები არიან. ესაა ყველაფერი პოლიტიკა და შენ თუ ქრისტიანი ხარ, მით უმეტეს თუ მაზიარებელი ხარ. არავინ არ უნდა გძუდე, შენ უნდა იცოდე რომ მკვდარი ხარ მარდის გარეშე. თუ გინდა ქართული იყავი და რატომ მოყავს შეადების მაგალითი რომ ქართული გაყიდა 2,5 მილიონი, 2,5 მილიონი ყოფილა სტამბოლის ბაზარში. აგერ 91 წლის მაგალითი ავიღოთ. ქართული სისხლი დაღვარა, ასევე ეს მასმედია ავიღოთ ჩვენი ისაც 4 არხი ქვია, ლიბერალური არხები. მოახერხეს ის, რაც ვერ მოახერხეს არაბმა, მონღოლმა, თურქმა, ირანელმა, რუსმა ხელისუფლებებმა, დამპყრობლებმა, არა ხალხი რა შუაშია. რა ვერ მოახერხეს. ესე იგი, თავიანთი გადაცემებით, ჩემი ცოლის დაქალი იქნება და სხვადასხვა შოუები, დასეზნეობა. ჩემ შვილებში. გამოდის რომ მტერი ეროვნება კი არ ყოფილა რუსიან, მუსულმანი და თურქიან, ირანელი. რუკაზე აქვს თურქეთს აჯარა, ირანს კიდე თავის მოსახლეობას ასწავლის და აღმოსავლეთ საქართველოს მაგათია, მაგრამ რაშუაში აქვს ირანელი ხალხი, ან თურქი ხალხი, ან ირანული, თურქული ეს ყველაფერი ამას ქვია პოლიტიკა და თუ ქრისტიანები ხარ და თუ მაზიარებლები ხართ. თუ სიძულვით მოგდებით, ვერ ცხონდებით და აღმერთვა მოგწეს სიყვარულის ნიჭი. ჩვენთან არც მერთი